ხდება ხოლმე, ხდება. მოგესალმებით, ცოტა ხმა არა მაქვს, კაციებული გახლავართ. საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, დღეს 5 შაბათია, საღამოს 10 საათი და რუსთავი 2-ზე ტრადიციულად პატა და ნიკას შოუ ეთერში. არ არის ეს უბრალო ამბავი და აპლოდისმენტებს გასვათ. ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, რომ მაჟორში წარმოს თქვა ჩვენმა ნიკოლოზმა. და არანაკლებ აპლოდისმენტებს იმსახურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და ქეიფის და დროსტარების განწყობაზე გვაყენებს ქსოვრანები და გიორგი სოშიტაშვილი. პატა და ნიკას შოუს ერთგული მაყურებელი ძალიან კმაყოფილია ჩვენი მუშაობით. მაგრამ გაგიკვირდებათ და უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ. რატომ კაცო, რას გვერდშია, რა ხდება? რაო და თქვენ შოუს რო უყურებთ, მე მეორე დღეს სამსახურში მახსენდება ეგ თქვენი ხუმრობებიო. ამით ხდება სიცილი და ხელს ვუშლი სამუშაო პროცესო. ორჯერ გამაფრთხილა უკვე უფროსმა და გამომაგდებს მესამე გაფრთხილებაზეო. კი, მაგრამ სად მუშაობს ეგეთ ადგილას გაცინება რა შეიძლება, ხო შეიძლება რომ გვითხრა რაღაცნაირად. კატაფალკი ძღოლი ყოფილა. ვერა, კარგი ამბავი. გადაჟექი ჩემო ძმაო ტაქსიზე და იცინე რამდენიც გინდა თან გზავრი მაინც აკვება რა ვიცი ხო თორემ კატაფალკაშიც თუ აკვამ გზავრი სიცილში მე ნახე არა ჯვარია ქაურბასო და არ იქნება ეგ თლათ კარგი ამბავი. განვაგრძოთ მოკლედ ჩვენი მონოლოგი. მინდა გითხრათ რომ შაბათს და კვირას კომედი არხზე საღამოს 8 საათზე მიხო და მაროს ახალ სერიებს აუცილებლად უნდა უყუროთ. ხო უნდა უყუროთ. ორ შაბათსაც უყურეთ და იცით, ხო? გასაგებია ხა, ნუ გადაახვევენ, გადმოახვევენ. სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ შაბათ და კვირას საღამოს 8-ზე კომედიზე ჯობია ახალი სერიები. კი ბატონო, თან იმისთანა სერიები უწევს, რომ სიცილი არ აქცდებათ გენაცვალებ. მოდი გადავიდეთ ახლა ამბების მიმოხილვაზე. 21 წლის ახალგაზრდა კაცი მშობლებს უჩივის. ჩემი ნებართვის გარეშე როგორ გამაჩინე. ადექით ახლა და მარჩინეთო. თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე, ქართული ყურა. რა ენაღება, მე მშობლებმა რაო, რას იცახია? მამამისმა არც მე მინდოდა. მაგრამ იუადა გასულ პრეზერვატივი რო შაბამტენესო. აფთიაქს ხوار უჩივლებ ახლაო. გასაგებია. დედამისმა კიდე უთქვამს თურმე დედამის 9 თვე მუცლით გატარებდიო და ვაით ხშობე ვუით გზარდე და მაგის თანხას გაგიქვითაო. მოსამართლეს უკითხავს ამ ბიჭისთვის. ახლა რომ ჩივიხარო 21 წლის მერე აქამდე სად იყავიო და აქამდე ისედაც მარჩენდენო და აი ზოგჯერ როგორ ამართლებს გამოთქმა. ამის გაკეთებას ერთი ტაბურეტკა გაგეკეთებინა ჩამოждდებოდი მაინც. მართალი ხარ. მოკლედ ნუ მოვიშლით ახლა ნერვებს და გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ნახოთ ფოტო. აი ამ კაცს დააკვირდი 32-ის მაგივრად 42 კბილი აქვს და სოფლიო რეკორდის მფლობელია. ეს ყველა კბილი პირშია აქ. რაღაც უყურებ კი, გამოტანილი აქვს პირი კბილები და კიდე თუ აქვს სადმე რა ვიცი არ ჩაცა. დედა რა ამბავია. რაც გადავთვალი ახლა სიბრძნის კბილი ლავიწის ძვალთან უწევს. 42. წარმოგიდე ამის პროტესტ დასჭირდება ერთი მანქანა თაბაში. არც იყოს. მე შემოყავს. თითქო. მილებს ვიკეთებ, მოდი დაცალე. აი, მანქანას ხომ აქვს სათადარიგო საბურავი, ეგრეთ წოდებული ზაპასკა. ამას კბილები აქვს ეგრე. ამას წინათ სტომატოლოგთან მისულა და სტომატოლოგს უთქვამს რომელია დასაპლობიო და ამან დასაპლობი კერა ამოსაკლებია 1-5-6 ისე კი უნდა უყვარდეთ ეს კაცი სტომატოლოგებს ძალიან ხარჯი კი იქნება ჯერ მარტო გამოღეღვაზე რამდენი კბილის პასტა წაუვა ამას მიშამით
ბიჭო კბილი რომ სკივა და ექიმი ეკითხება რომელი კბილი სკივაო და ეს რო პასუხობს მესამე რიგში მეოთხე მწკრივის 42 კბილი სამაგიეროთ მოხარშული სიმინდის ისე ჭამს თურმე მოხარშული მარტო დაჯექი და უყურე თვავს ეგ რა გაიხსენე მომინდა ახლა მჯო მოხარშული სიმინდი რა ზღვაზე რო ჩამოატარებენ სამოგნარული რო ხარ ტაფჩანზე და წიგს კითხულობ და ხრავს სიმინდს წიგზე გამახსენდა ახლა ხელოვნურ ინტელექტს შემონიკოლოს უჩივიან მწერლები იცოდი რას ველაპარაკე ჩვენ წიგნებს ნუ იყენებო რომლები უჩივიან ერთ საინტერესოა რა რა ჩამოთვლის მაგათ 10,000 მწერალი უჩივის მინიმუმ 10,000 და სანამ უჩივლებდნენ ასე შვებოდნენ არ გადაიწეროს ზიგს რომ მოაფარებთ აი გარვიცი მაგრამ მოსამართლეს უთქვამს საჩივარი წავიკითხე და ერთი სიამოვნება იყო მაგარი დაწერილიაო პროკურორს და ადვოკატს უთხრა ჩაუჯექით ბიჭებო მაგრად იკითხებაო ჩემი მშობლები რომ ეჩხუბებოდნენ ისწავლე დაწერე წაიკითხე იქნებ წერალი გამოხვიდეო კიდე კარგი არ ვისწავლე თორე მომბარავდა მე ხელოვნური ინტელექტი დაწერებს და ხო დაუჩეჩქვავდი გასიებულ მაზერბორდს ხელოვნურ ინტელექტს კითხეს რას ფიქრობ ამ ფაქტთან დაკავშირებით და ხელოვნურმა ინტელექტმა ფიქრობ არა ის სულ ოპერატიულ მეხსიერებაზე მკიდიაო რაც უნდათ ის ქნანო მხოლოდ ერთი ქართველი მწერალი იყო ბედნიერი ვიღაც მაინც კითხულობს ჩემ ნაწერს ძალიანაც ნუ ინერვიულებთ პატივცემულო მწერლებო უნიჭუა ეგ ხელოვნური ინტელექტი ამ თემაზე ხუმრობის დაწერა ვთხოვეთ და რა დაწერა იცით ავსაკაცავი სიტყვა ურჩევნია სულ საგულსა რა ლექსია ეს არ ვარ გარაფერი ხელოვნურ ინტელექტს სანამ თავში მოსვლია დავასწროთო მეცნიერებმა იფიქრეს და ხელოვნური შოკოლადი შექმნეს ეს რომელი მეცნიერი იქნებოდა იცით რომელი აი ბავშვობაში ჩურჩხელას და შოკოლადებს რომ უვალავდა ბევრი არ ჭამოს ნეტა რისგან გააკეთეს საინტერესოა არ მიგრძნობს კარგს გული და მოდი არ დავინტერესდეთ მაგით მართალი ხარ შენ ალბათ ბევრი ჭამა არ შეიძლება ხელოვნური შოკოლადის ასე ვფიქრობ აი ნუ ხელოვნური დიაბეტი მინდა ეხლა რა ვიცი ჯერისდაც დადღეშა მართალი ხელოვნური დიაბეტი მართალი ხარ ბევრი არ უნდა ჭამო სამაგიეროდ ხელოვნურ ყავაზე მიდის მაგრად თურმე თან ისია თურმე დაპროგრამებული ეს შოკოლადი რომ ჭამამდე თვითონ გეუბნება რამდენი უნდა ირბინო რომ მაგის კალორიები დაწვა გესმის და ამ შოკოლადს ვადა თუ გაუვა აპდეიტს გაუკეთებ და ახალი ხდება ისე მოკლედ ეს ან ძალიან ნიჭიერი მეცნიერის მოგონილია ან ძალიან ჟიმოტი მამის მე მეორე მქონია კაი ანეკდოტი გამახსენდა მაგრამ შოკოლადზე და ესენი იმდეს იზამენ ხელოვნურ ხაშლამასაც შექმნიან და უნდა მაგინებინონ მერე თავი ხაშლამას გაანებენ თავი თუ გაგიელვათ თავში იმედია გაითვალისწინებთ ჩვენ კი გადავიდეთ შემდეგ თემაზე თურმე გერმანიაში ექთნების დეფიციტია და 5,000 ევრომდე ხელფას თავაზობენ მაგრამ არ უნდათ და მოკან არა ცუდი ამბავი ჩემონიკოლოს და ხელფასი ნახე რა არ მოსწონთ აქაურ ექიმებს არ უთხრათ ეგ ამბავი თორემ იქწავლენ ექთნება მე გერმანული იცი ანჩურმა ექიმებმა რა თუნდა ხა გერმანული ცოდნა ნემსის ტრაქტი გაკეთეს ჰენდე ხო ხუნდა უთხრა პაციენტს და რუაცებს ხელებს და არჭონებს ეგერაცა წინა გადაცემაში მქონდა თემა მონოლოგში ფრანგები იყტიდნენ 10 დღიან ლოგინში კოტრიაში 5,000 ევრო ახლა გერმანელები ექთნებში ამ ევროპელებმა 5,000-ზე მეტი თქვა არ იციან თუ ეგ არ ვიცი მაგრამ დღეიდან აღარ ვეძებ ექიმ სარდლოს ჯობია ეგთან იყოს ოღონდ გერმანი ახლა იმ გერმანელ ეგთანს კითხე იუმორისტული შოუს წამყვან მამამთილს თუ ეძებს საერთოდ მამამთილები და სიმამრები უყვართ ხოლმე სიძეებს და რძლებს აი სიდედრებზე და დედამთილებზეა ძირითადად პრობლემები გესმის მასეც ნუ იტყვე აგერ ბატონო ავსტრიაში სიდედრის დაკრძალვისას სიძე საფლავში ჩავალ არ
ემეტებოდა ეთყობა დასამარხად. ამით ჩუყდა გული. რა იცი, შეიძლება იმ ქვეყნად იმიტომ მიხვდებოდა იქაც რომ მოეშალა ნერვები ცხოვრებულისთვის, რა იცი. ეგ არ ვიცი, მაგრამ პანიკაში ჩავარდნილი სიძე მინახავს, შოკში ჩავარდნილი მინახავს, მაგრამ საფლავში ჩავარდნილი და ჩამხობილი პირველად. მე მიქონია იმ სიძეს რომ კრემაცია არ გაუკეთეს სიდეთს და ღუმელში არ ჩაყვა. აბა, წარმოგიდგენია? ხალხმა ატეხა თურმე ერთი ამბავი. დედა უშველოდ კაცო და სიძე მოიცა, ნუ ნერვიულობ, გადავამოწმე ხომ არ ზაგდარი. და ბოლოს დაუყოლებია, ჰა? ვინ ჩადო კუბოში? კი ვუყურებ აგერო, მაგრამ სიმარმა უთხრა, ტყუილად ხტუნდა მქონება ჩემს სახელზე არის. რა გინდა გენაცვალე? ანდერძი შეუსრულა კაცმა. რუეუბნებოდა მომეწია უკანო. მე ნახდათ არ მინდა სიდეც იმ დონემდე შეუყვარდე რომ საფლავში ჩამიყოლოს თუ ძმა. შევცვალოთ თემა. შევცვალოთ. სიდეცზე დიდხანს თუ გავჩერდებით. ბანკის ძარცვისას მოლარე ოპერატორს მშობიარობა დაეწყო და ბავშვი ერთ-ერთმა ძარცველმა პროფესიით გინეკოლოგმა გამშობია. არ ვიცი, მაგრამ როგორც ახლა ვკითხულობ, ამტყდარა ერთი ამბავი, ბიჭი, ერთმანეთს ულოცავდნენ თურმე ძარცველები და ბანკის თანამშრომლები ამ ამბავს. რა მაგარი რა? ბოლოს იმ ძარცველმა კაით ახლა სანამ დედა ბავშვს აჭმევ ხელები მაღლა და ფული დაიდოს. გადასარევი ამბავია, იმიტომ უნდა გქონდეს ორი პროფესია. აგერ ადამიანს ჰქონდა ძარცველი და გინეკოლოგი. არის მეტა ეგეთი პროფესია? ძარცველ გინეკოლოგი? ბავშვისთვის ამ ძარცველის სახელი დაურქმევია თურმე დედას და იმას ისე აუჩუყდა გული, გვარიც თავისი მისცა. ოდა კი მიაგნეს მერე ადვილად. იმავე საღამოს დაიჭინეს საწყარი. ამ მოლერე ოპერატორს უთქვამს ძარცველისთვის. ერთი ნათლია შენ იქნებიო და მეორე პროკურორიო. მაგარი. ახლა ძარცველი სასამართლოს უმტკიცებს რომ ნიღაბი კი არა, პირბადე მეკეთა, პირბადე. და ეს რენტათმანები სტერილურია და ძარცველი არა ვარო. სასწრაფოს თანამშრომელია. აი, პროფესიონალი რო იქნები ადამიანი ყველაფერში რა. ისე ჩემო ნიკოლოს სახეობები რო ვართ მე და შენ გინეკოლოგია ან ბებიაქალობა არ უნდა ვიცოდეთ? ორიდან ერთი მაინც. ორსული ადამიანი რომ მოვიდეს ჩვენ თეატრში. პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრში და იქ დაეწყოს მშობიარობა. ნუ სიცილისგან. რამე ხო უნდა ვიღონოთ. რა ტიპინდია ხო არ გაუშვებ, მაგან კი იცი შეგაბავი, მაგრამ ჩვენ უნდა შეიძლება სულ არ არის რატი. ხო თან აპრილში იმდენი სიცილი გელოდებათ რომ მაინც და მაინც მე-9 თვეში თუ ხართ შეიგავეთ თავი ერაცვალე რა. და რომ გააჩეთ მერე მომძამდით ბავშვთან. მოკლედ თეატრის მისამართად შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ბარენ ჩვენს მაყურებელს 13 ასრველი მამის 95-ში გელოდებით და რაც მთავარია იმდენი გამოხმაურება მოყვარო. ესე იგი როგორ გვაინტერესებს რა სიუჟეტია სპექტაკლია. მოკლედ 17 აპრილის ბილეთებია დარჩენილი ცოტა რაოდენობით უკვე 17 აპრილის ბილეთები და რაც მთავარია დღეს გადავწყვიტეთ თქვენთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და ამ ძალიან კარგი პიესიდან იქაური აქაურები ნაწყვეტ შემოგთავაზებთ გადაცემის ბოლოს პატარა ნაწყვეტს რომ თავად დარწმუნდეთ რომ აუცილებლად უნდა მობრძანდეთ თეატრში. ისე ჩემო პატა მარტის თვეა რა. ახლა ყველაზე ძალიან გამძაფრებული ადამიანებში სიყვარული, ნება ერთმანეთისკენ ტოლვა. ძირითადად ამ დროს იქნება ოჯახები. კი, ხმაზე გეტყობა. გამოცილი ენერგია. კი ბატონო, მეც მარტში აუხსენი ჩემს მეუღლეს სიყვარული, აბა როგორ? აბა ქორწილი შემოდგომაზე რა დახო? შემოდგომამდე ჩემს იდეც მუხსნილი და იმიტომ. ნუ კაი ბიჭი ვარ. არ ჯერო და ძლივს დავაჯერე. რაც მთავარია დააჯერე. ხო და მოდი დიდი ხანია ჩვენი მაყურებლის საყვარელი ჯგუფი მსუქადი ოდელა არ გქონია სტუმრად და არ მოვიწიო. უნდა მოვიწიოთ. არ გამოვაცხადოთ სოლისტები? დიახ. პიყვინა ბარათელი და ვასასი სურამე.
გაზაფხული მოსულა გათამამდნენ ქალები ისე იმოსებიან მათკენ გარბის თვალები კარი ენერგია საყვარელი ძალიან კაბარო მომოგნება გაზაფხულის ბრალია დეკოლტე რომ გახარებს გაზაფხულის ბრალია მეც მაგას არ ვიძახი გეფიცების საფიცარს სექსუალურმა ჩაცმამ რამის გული დაგვიწვა ტოპიკიან სომხედავთ თორია კობძარიან თვალის ხვისკენ გაგვირბის გაზაფხულის ბრალია უშოთ რომ ავხუნდრუსტით გაზაფხულის ბრალია ადრე მარტი გვიყვარდა წვიმის სურნელს ატარებს რაც ასაკში შევედით უკვე აღარ გვახარებს თავი ამის გვის ხდება გეფას კაჩავს ძალიან წნევა რომ გვაქვს ორასი ესეც მარტის ბრალია მაინც ქალებს უყურებთ გაზაფხულის ბრალია როგორ მიყვარს მზის გულზე რომ გვითვება გვერდები ადრე ასე არ იყო ნედა ხომ არ ვერდები გვერდზე არ ვიხედებით ვიცი ალბათ შარიან ცოლებიც არ ვხევნიან გაზაფხულის ბრალია თავიდან შეუყვარდით გაზაფხულის ბრალია ჩაბერეს ხო აღარას ვითქავენ დიდი ბრიჯა მარჯოს ხალხო მოგესალმებით ყველა სახლაკი სანამ მსოფლიო ამბების მიმოხილვაზე გადავიდოდეთ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია რევაზიას ჭიწყალი დურთე ვედრა სვიცივცი გარითული გააკეთა და აქვე იმასაც შეგახსენებთ რომ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებითა ეთერში გავალთ ხოლმე ყოველ 9-15 წუთზე 20 დააკლევა და 5-ის ნახევრით თვითნა აბა სხვა დროს ჩვენ ტელევიზიის უფროსა გაიოზას ბიჭი თამაშობს ხოლმე ინტერნეტში და ტიკტოკია თუ რაღაცა მოკლედ დავიწყეთ ტრამპმა დონალდია გამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები. ჩვენი სოფლის მოსახლეობა ამ ფაქტმა აღაშფოთ. ეგ რავან უგზარია ზავით იქცევა, ოიო, სტუარტ რო ვერ შეაყვანიებს სახში. ტრამპზე გამახსენდა ხალხო და მაგანა ნობელი პრემია ხო ვერ აიღო, მაგრამ სამაგრო და ოსკარზეა წარდგენილი ფილმითაც ისფერი მთები, ანუ მეორე ხარისხოვანი როლისთვის საუკეთესო შესრულებაზე, არა, ეგ ამბავი. რომელია და ისა რო იძახის, გაიტანეთ გრენლანდია, ვაი, ეგა. ეკუთვნის, რა ვარ, ხო. მსოფლიო ბაზარზე ჩემო ძვირფასებო და ჩაკარყინულებო ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გადაკრული გაგწუხელა, ეხმა ვამში არა გაგა. ამ ამბის მერე ჩვენ სოფელში ბებიები და ბაბუები რო დაფასთა. ისეთი დაფასებულები ჯერ არ ყოფილა ძო.
ეგრე ხალხო, მართალია იმოქრეკვილების გარეშე ცოტა აჩლიფინდნენ ეგენი და მწადი ჭამათ უჭით, მაგრამ მაინც აყვალები არიან, ოჯახებსაც გამაადგენენ. ნამდვილად. კაი, მოურჩეთ ახლა ჩვენ და ამინდის პროგნოზს მოვისმინოთ. თუ არა ვერ გემიგე რა უნდა შევიცვა. განცხელა, ხანცივა, მეისპოს მარტის მამგონი. ეგრე იყოს. ხო და მივესალმოთ, მიდი დაიკავე ადგილი, კაცო. ხო და მივესალმოთ ჩვენ სინოპტიკოსა. ტანცერცეთა ქალსა სახელი სუმავიწო. ზაურაიშვილი როა. ხო, მიდი, აბა მოდი განაცვალე, მოდი. მადაბიეგა და შემოდი. აბა ცუდ ამინებს გამოუტან დღესვე სასტიკ განაჩენს. ერთი სიტყვით ჰორიზონტზე მზე ჩემსავით გაშკაშებს. კარგი. ნეპოტიზმში ნუ ჩამითვლით და ძალიან ნუ მიწყენთ. მზე საიდანაც ამოდის იმ კუთხით თუ ვიწყებ. ხო. ახეთ აიმღრება და იწვიმებს ფაქტია. რას მიყურებ ხლუსთვალებით? მარტი მაინც მარტია. მოსავალს ეგეც აშკირდება. ხან წვიმა და ხან დარი. ესეც კიდე ისიც კიდე. აბა ეგრე სადა? ახლა რავი. გავახარებ თელკახეთსა, თელავს, წნორს და კარდენახს. კარგი. ეს ამინდები გვპირდება მოსავალს და კარგ ვენახს. გენაცვალე. ალარე. 2026-ში ვიზეიმებთ ყველაო. ვაზებს მტევნები ექნება, აი ზვინაც ზუდუს ხელაო. რაიო. უკაცრავად. აბა ზინა. რაც ხამგონი კარგად. ეგ შენი საქმე არა? დელოდე დასავლეთს. ხო, ეგრეა. იქნება თბილისიც გაგვაცნოთ. ხვალ კეიფობთ ვიჭები და დამაცადე ჩემო კარგო. შესაქმეში ვიჭრები? დედაქალაქს ჯერჯერობით არ ექნება თბილისზე. ორი სიტყვით აქ მევიდა გადავიდე თბილისზე. აბა მიდი. აქ მე ამინდის გარჩევა გამიჭირდა ძალიან. ეგრე. ვერ გავიგე რუბელია თუ მანქანის კვამლია. მაინც თბილები ჩაიცით. შეიკარით თანაც ღილი. როგორც ჭკვიანმა კაცმა თქვა, მარტიცო და აპრილიც. მცხეთა გორში ამინდია. დამიჯერეთ საშური. დასავლეთში გადავდივართ, მოემზადე ხაშური. ხო, აბა მიდი. ხაშურ სურამს ცალკე ვიტყვი. ცოტა ხანი მაცადე. აი, გზებს რომ გააკეთებთ, მე რა გამოგაცხადე. ზესტაფონი ქუთაისში ახასხას და მწანილი ჩემსავით გაიფურჩქნება მალე ტყემლის ყვავილი. ზღვისპირეთში ნალექია. მინდა გითხრათ წუხილი. როგორც ლობიო ნაჭამზე მცირე ჭექა ქუხილით. დღეისათვის სულეს იყო, შემდეგისთვის ვფიქრობ მეც, მომავალში განვიხილავ სამხრეთსა და ჩრდილოეთს. ეს რა წამყვანი ხოლია. ევირიე რაცხა, ისე გამეიყურება სტუდიაშიც დაცხა. ციტოვიჩი სპორტს მიხედავს. ხო ხარ სპორტის აზრზე, კაცო? მანამდე კი ჩვენ გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე, მოჩერფელეთი. შენ ძალიან ახლა წეინებული და მე ვიცი შენა. შადი. ვერფასო ბატონებო და ქალბატონებო, სანამ ჩვენ სტუმარს არ მოგიდგენთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ, იცით, მაგრამ მინდა შეგახსენოთ კიდევ რომ შაბათ კვირას არ გამოტოვოთ კომედი არხზე საღამოს 8 საათზე მიხოს და მაროს უახლესი სერიები. კი ბატონო, ნამდვილად ჩემო ნიკოლოზ არ არის გამოსატოვებელი ამბავი, მაგარი სერიები გელოდება შაბათ კვირას 8 საათზე და ამბავი კაცო, ეს ჩვენი თეატრის ამბავი. ესე იგი, მთელი მარტი არის გაყიდული, როგორც მოგეხსენებათ, ეგ კი არა და გადავედით აპრილზე და გაიყიდა 17-მდე ყველა წარმოდგენაზე. რა გავაკეთო რა.
45 კაცი ეკევა ჩემო საყვარელო ტელემაყურებელო და საზოგადოებაო, ამიტომ სწრაფად იყიდება და ერთი აი კომენტარებს ხომ აი ვკითხულობ და ხშირად არის ხოლმე რა ხდება რაღაცა ნაწყვეტი დადეთ რაღაცა ვცდილობთ რომ ნაწყვეტი მოგაწოდოთ სოციალური ქსელის საშუალებით, მაგრამ დღეს მე და ნიკოლოზმა გადავწყვიტეთ რომ ჩვენ შოუში იქნება ჩვენი წარმოდგენის პატარა ნაწყვეტი და ძალიან საინტერესო ამბავია და უნდა იყოთ ჩვენთან ერთად. ხო ასია? ეს ცოტა მოგვიანებით. კი ბატონო, გადაცემის ბოლოს. გადაცემის ბოლოს. მანამდე კი ჩემო პატარა იზღა დაგვხსენია და ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ ჩვენი ძალიან მაგარი სტუმარი წარვადგინოთ. კოლორიტი ნამდვილად თბილისის და საქართველოსი მე თამამად ჩემო უსაყვარლესი ადამიანი. ძალიან მაგარი ადამიანი, მომღერალი ტრიო თბილისის და ანსამბლ თბილისის სოლისტი ზაზა მამავაძე. მადლობა ბიჭებო. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, იმის გარდა რომ არაჩვეულებრივ ადამიანთან გვაქვს საქმე, აქვს დღევანდელ სტუმრობას ძალიან კარგი მიზეზი, წელს ასეთი და მომავალ წელს საერთოდ. დღეს ხუთშაბათია, როგორც მოგეხსენებათ, 26 მარტი და ზაზა ბატონს დაბადების დღე აქვს. მადლობა. ესე იგი, მრგვალი თარიღი იქნება მომავალ წელს 70, თუმცა აქედან ვიწყებთ ქეიფს. ერთი წელი ეხა რა. ქეიფს ვიწყებ დილი და კი ბატონო. აი რო იძახოდი დღეს სადავლიოთ. ესე იგი, ჩვენ ყოველთვის როცა ესეთი მსგავსი რაღაცა შეიძლება რომ მოხდეს, რაღაცას მოვიფიქრებთ ხოლმე, აი ამიტომ არის შუაში სავარძელი, მაგრამ დღეს ნამდვილად კვარცხლბეკი შემოგთავაზეთ როგორც მიდია. ყველაფერს თავისი კი ბატონო. ამიჯდულია ყველაფერი. კი ბატონო. დიდი მადლობა. როგორ ბრძანდებით ზაზა ბატონო? ნუ ეხლა ისეთი შესავალი გაკეთდა რომ ცუდადაც რომ იყო არ მაქვს უფლება თმის და ვარ გადასარევად. ესე იგი, ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული და სიხარული უნდა გამოვხატო, რომ ჩვენთან მოიცალეთ და მობრძანეთ. ჩემი სითბოც და უდიდესი, რავი, დადებითი ემოციები თქვენ მიმართ და თქვენი გადაცევის მიმართ და თქვენი არხის მიმართ თლიანად. ესე იგი, ჩემო ნიკოლოზ, ეხლა შენ ამ მდგომარეობაში საგაქვს ხმა? ისე რომ ქონოდა ბატონ ზაზას დღეს აზრი არ ეკრებოდა მისთვის სტუმრობას, ამიტომ ნაკეიფარია თუ ნამღერია, კაი როგორ რა მაინც ხმასთან ახლოს ახლა. იცი რა ნაკეიფარია. ხო არა, აშკარად. წუხანდელი. აშკარად სადღაც 60 საათამდე ყველაზე ცოტა. მთელი უბრალოდ ისე რა ქვია, დალევით არ ვსვამ, იცი საგერჩევა მეგობრებმა, მაგრამ რა ვქნა, ღამის თევა მომიწია. წუხანდელი ღამინაცებია და შეეძინა. კი ბატონო. ძილი ვინ გაცალა? ხომ არა ეტყობა არ დაულებია, მაგრამ სიმღერაც მოუწია აივანზე გარეთ და მაინც იცივია და თავისი არა, ისეთ თავიდან რომ დაილაპარაკა, მეგონა რომ მაინც რაღაცა თქვენ ტემბრს ამთხვევდა და მეთქი რაღაცა კოლეგიალურად მეთქი რაღაცა, მაგრამ საბოლოოდ რაღაც სიმამდე მივარდა. ტემბრზე გამახსენდა შეიძლება? რა თქმა უნდა. ეხლა მამა ჩემი იყო ჟურნალისტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ტელევიზიის და ნუგზარჯუღელი ყველას გახსოვთ. რა თქმა უნდა. ხო და მამამ მკითხაო რა შენი ხმა მომცაო ნუგზარო და არ გიცოთ ბატონო ვახტანგო რატო და მტრები გეყოლებათ. კი ბატონო, ესე იგი ამდენი წელი 69 წელიწადი მე ტყუილად არ ვახსენე მომავალ წელს დიდი ამბავი გველოდება 70 წლის იუბილე და დარწმუნებულია რომ კარგად აღინიშნება. რა ვიცი ვაპირებ რაღაც. ისევე როგორც სხვათა შორის აუცილებლად უნდა ვთქვა რომ თქვენ ასე ვთქვათ მეგობრებს, პედაგოგებს, მამკაცებს უვლით დღემდე გარდაცვლილებსაც კი რა და ესე ცდილობთ რომ ბატონი ავთოშარვაძე მყავს ხედველობაში. და შორის გაისად მე ხო 70 მისრულდება, ავთო შეისრულდებოდა 80. ხო და აი თქვენ რო გაისად გვაქვს საიუბილეო საძმაკაცოში რაღაც ისე დაემ. შემოგევლეთ და ყველაფერი იქნება მაგრად დარწმუნებული ვარ. და რას ვამბობდი, იცი რომ 79 წლის განმავლობაში
იმდენ მაგარ ამბებს ახართ შესწრებული გადაგხდენიათ კი ბატონო, შოთა გორგოძე იყო გადასარევი კაცი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ფეხბურთისთან. სხვადასხვა როგორ იყო, იცი? იმ პერიოდში დავდიოდით კვირაში 3 დღე, შაბათი კვირა აუცილებლად დინამოს ბაზაზე. აჰა. თამაშობდით ფეხბურთს, ეხლა შემადგენლობას გეტყვი რა. იქით ამ მხრიდან იყვნენ, შოთა გორგოძე თამაშობდა, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, დოდიკა ხუნდაძე, ბესარიონ ჭედნიშვილი, ძველი ვეტერანები. კი ბატონო. ხო, ესენი. აქეთ ამ მხრიდან მომღერლები ვიყავით და მეკარე ყავდა სულიკო კოროშინაძე. არა, საოცარი შემადგენლობა იყო. კაი მეკარე იყო. არა, სულიკო გადასარევი, ხალხშორის კაი ნახტობი გქონდა. ხო და მაგრამ რა ხდებოდა ეხლა უყურებ. ყველა შემთხვევაში უნდა მოეგო გორგოძის გუნდს, იმიტომ რომ ყველას მოხსნიდა რა. ხო, მაგის ხო და ერთი დღეა ბიჭო, ვიგებთ 11-3, 12-მდეა თამაში. ხო და ერთ-ერთი მოვიდა იქიდან, რა შევე ხვალე ყველას დაგხსნისო და უნდა წააგოთ ეს და 12-11 წავაგეთ, მაგრამ ეხლა რა ხდებოდა? კვირაში ერთი დღე იყო ესე ერქვა ვახშმიანი თამაში. აჰა. ხო და ვახშმიანი თამაში რას ნიშნავდა? რომ მე საღამოს მაგრამ კისრულობდა ვინ? მოგებული. და რატო? იმას უნდა მოეგო და ფული იმათ ჰქონდა და ჩვენ სად ჰქონდა მომღერლებს ფული და ესე მაშინაც არ ჰქონდათ ფული. არა, მაშინაც არ ჰქონდა ფული, მაგრამ თვითონ ისეთი კაი სიტუაცია იყო და შოთა გორგოძე გადასარევი კაცი იყო პარლამენტში. ხო და ეკისრულობდა ხოლმე ყოველთვის რა და მე იყო ეხლა იქ თამაში მათი იყო, დომინანტები ისინი იყვნენ, მაგრამ სუფრაზე უკვე იმას უყურებდა გაცოფრა, ჩვენი იყო და კი ბატონო. მაგრამ ესე იგი რა როგორი საქმე ახლა შინაგან საქმეთა მინისტრს რობურთი წაციხიდან შეიძლება ვერ გამოხდეთ. არა, სხვადასხვა ერთი თამაშია და ცხონებული არც ერთი აღარ არის რა, აღარც სლავა მეტრეველი, აღარც ილია დათუნაშვილი და სლავა მეტრეველი ბურთი რო დაარტყა, ძლიერად მოუვიდა რა და ცხონებული შოთა პარლამენტში მინისტრი ამ დროს გამორბოდა და ბურთი მოხვდა კეფაში და წაიქცა. წაიქცა და ეხლა ვარდ მოედანზე რა. ხო და აბა იქიდან ჩაიდნით ვიღაცა წყალი მოვალ. რო წამოდგა, გავაგზავნეთ თამაში და ილია დათუნაშვილმა იქიდან გლიჯა ისევ შოთას მოხდა რა. ერთ დღეში ორჯერ მოსასწრელი. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ისინი ასე არ მოუწია, ამას იყო და ესე იგი ბატონო ზაზა თან თქვენ თვითონ ახსენეთ აღა ვახშმიანი თამაში მართებოდა ხოლმე კვირაში ერთხელო და მე დარწმუნებული ვარ რომ უამრავ ვახშამზე ყოფილხართ შემთხვევით სულ შემთხვევით წვეული და ანუ თქვენი სუფრასთან ურთიერთობაზეც აუცილებლად ეხლა მოდი გეტყვი ესეთ რამეს რა დალებები განსხვავებულები მაგ განსხვავებულია დღეს რო აღარ ავსვამ ეხლა აღარ მასწრებ მოდი ესეთი რაღაცა დაახლოებით ეხლა ხო სტატისტიკით განისაზღვრება სადღაც აი რო არ გადავაჭარბო დაახლოებით 600 ქორწილში ნათამადარი ვარ დასწრებაც არ ვამბობ ხო ნათამადარი ხო დალებები ეხლა რა გითხრათ მაგრამ ჩვენი დალევა არ იყო მარტო დალევა რა მარტო ჩაისხიდა რამე იქ იყო რიტუალი იყო KP რასაც ქვია აი პასუხი სიმღერა ლექსი ყველაფერი და ჯამში 10-12 საათს ვატარებდი სუფრასთან რა კი ბატონო იცი რა მაინტერესებს რომელ ღვინოს ანიჭებდი თუ პირატეს მაშინ ეხლა არ იყო დიდი არჩევანი და იყო 8 ნომერი მშობლიური 8 ნომერი იყო ტიბანი ცოტა მძიმე იყო მერე შემოვიდა შუამთა გადასარევი ხო მას ეხლა შარვაძე ხო ვახსენეთ და ეს ახალი შემოსულია შუამთა და უჭირავს ხელში და შარვაძე შურა დაინახა აღარ გააგზავნა შარვაძე გადასარევი ადამიანი ზასა ბატონო ახან საუბრობთ რაღაცა და როგორც მივხვდი დალევითაც ანუ იგი არ უჩიო განსხვავებულებთან თქვენი არუჩი ესე იგი განსხვავებული რამეთან განსხვავებულები იყო აი რასაც ყველას აქვს დალეული ალბათ ნუ ეხა ყანძზე აღარ მაქვს საუბარი და ფიალებზე იყო 300 გრამიანი შპრიცები კი ბატონო კაი და სოდაშოვის ჩაუშეპირდა მაგრამ ესეც ძნელია კედელზე აჭრენ ხოლმე იცი რა არა ესეც აქ მიჩვევაზე არის რა
კულა იყო ესეთი ძნელი დასავლელი ჭინჭილა ხო ვიცით, მაგრამ კულა სხვანაირია და პუჩი ესეთი ფორმა უნდა მიიგეცა და მაგრამ ყველაზე ესეთი სასმესი რომლითაც ალბათ რამოდენიმე კაცს აქვს დალებული. უცნაური. ბევრს არა, ეს არის ნიკელის კრაოტი. აი, წითელ წყაროში, მაშინ წითელ წყარო ერქვა. კი ბატონო. ნიკელის კრაოტები ხო ყველას გახსოვს ესეთი გისოსები. ოდა ვარდიგა და მასპინძელმა ეხლაო მე კაი დავლიოთო და ეს ნიკელის კრაოტი აძრო ეთყობა ხმარებაში გონდა რა. აი ეს ტრუბასა. აი ეს ზემოთ ის რო არის ხო? ხო, მოაჯი. აქედან რო ჩაუშვა წამოვიდა და ჟანგებიც კი წამოვიდა. მაგრამ ბევრი არა, იმიტომ რომ ხმარებაში გონდა ეთყობა, ნუ. შინად და ხო, ახლა მაგეთი ბევრს არ დაულებ. არა, არც გამიგია. ხო, აგერა ვარ. ძნელი დასალევი იქნება დიდი პინი. სუნთქა უნდა შეუწყო. აი, ვარი დილის გამახრებელი ვარჯიშები სუნთქა უნდა შეუწყო. მომღერალი რო ხარ გამოგადგებოდა ახლა სუნთქვის შენ. კი, არა, ყველაფერს ახლა ლამპის შუშებზე აღარ ვლაპარაკ. ახლა ლამპის შუშები და ეგეთი რამეები გასაგებია. დილა როდინი სიცოდე კიდე ქალბატონს ფეხზე გახდა. აი, მოდი რა, ახლა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ავტოსთან ამაკ დაკავშირებული ახალ ვახსენეთ, ჭოპორტში ვარ წასულები რა. მე ჩემი მამიდაშვილი კიდე ერთი ავტოსარვაცი მაგარიად გაანა. ავტო და ავედი ხა ჭოპორტში აბა რა ღვინო აქვს ახლა იქა და არაყით რახი რაღაც ეგეთი და რატომღაც მასპინძელს უნდა რომ დაგვათროს რა. ხო და ეხა მე ვარ მაშინ სადღაც 27-28 წლის ვარსკვლავებს წყვეთ რა სმაში. ესენი არიან 37-38-ის ვისთანაც ავტო და ესე ვიტანთ რა. ხო და რო ვატყობთ რომ მოეძალა და უნდა რომ დაგვათრო რადგან და აი ესეთი ფეხიანი ვაზები იყო ხილის. მასპინძელმა ეს ხილი ამოიღო და ჩაასხა ღვინო და მოგვაწოდა. ავტოთქა მე ამას არ დავლებო. ამას შევხრიპავო და ჩაყო დრუნში და შეის. ის გადაირეოდა. ხო, არა, მივახვედეთ, არ ვიქეიფოთ და დავანებდეთ თავი. არ გვინდა. არ გვინდათ, არა. თუ ჩვენ ჩამოვედით მშვიდობიანი მისიით რა, რაღაცა ვიქეიფოთ და კარგად გამოსულდა. ისე თბილისში ეს ერთმანეთის გადაძახილი ძალიან მოდაში იყო, ხო? ეს სახლში სტუმრობები, გიტარა. კეიფი ძირითადად იმართებოდა სახლში რა. და უფრო პატივისაც ცემა იყო ადამიანს ოჯახში დაბადიჟებდი და მე ეხლა ხო იმიტომ ჯერდი ბევრი რესტორანიც არ იყო. კი ბატონო. იყო რამდენი დარიალი იყო, იმერეთი, არაგვი, იქ სალხინო, იქ რაღაც გრემი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ოჯახს სხვა დანიშნულება ჰქონდა რა. ოჯახში რო კაც ოჯახში სხვა სული იგრძნობოდა რა, იქ რამოდენიმე ფოტო იყო, რაღაცა იყო, ყველაფერს ჰქონდა თავისი დანიშნულება და ოჯახში იქიდან მოდის ოჯახში ნაყოფი კაცია იმალ ოჯახში. კი ბატონო. ხო და უკვე ცუცაც ვერ გაიულებდი ადამიანს, იმიტომ რომ ოჯახი და იყო ეგეთი გამოთქმა კიდე რა. ეს კაცი ოჯახში შემოსაშვები არ არისო რა. ხო. ეგ ძალიან ისეთი ამაზე რომ კაცს მიაწებებდნენ ამიარ ლიგს ის ქუჩაში ძნელად გამოდიოდა. ნუ ესე სუნთქავდა ეს ქალაქი და. ესია. იცით რა მითხარით? აი ტრიო თბილისთან როგორ დაიწყო შეხება, რა ხდებოდა ეს რო გვითხრათ? ტრიო თბილისი დაიწყო, იყო ესეთი ფოლკლორული ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი იყო მაშინ. და იმ ჩვენი ძირითადი რეპერტუარი იყო ფოლკლორი. კი ბატონო. და იმიტომ რომ წელიწადში ვატარებდი დაახლოებით 200 კონცერტს უცხოელებზე მუშაობდი ძირითადად გასამდიდელო და მრავალფეროვნებისთვის საჭირო იყო ქალაქული ფოლკლორის შეტანა და იქ დაიბადა ამ ტრიოს ამბავი და თბილისი თვითონ სახელი დაგვარქვა იყო ესეთი გადასარევი კაცი საარბრუგენის მერი და მერე საარის მხარის პრემიერი ოსკარ ლაფონტენი და იმიტომ რომ თბილისი და საარბრუგენი იყო დაძმობილებულები და ჩვენ ხშირად ჩავდიოდით ერთ ჩასვლაზეც ამ კაცმა თქვა მოდი ამათო დავარქვათო თბილისიო რა და დარჩა და დარჩა ეს იყო 1982 წელი როცა თბილისი დაგვარქვეს. კი ბატონო. მე ვიცი რომ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი კონცერტი გაქვს რიცხობრივად გულს. რიცხობრივად 3000-ზე მეტი. 3000-ზე მეტი კონცერტი. ეს არის არ მახსოვს ბატონო. 3000-ზე მეტი სოლო კონცერტი გვაქვს ჩატარებული. და ვისთანა გაქვთ რამღერი?
ნუ ეხლა მე მივხვდი საითქენაც მივყავს საუბარი ანსამბლი აბა ყველას გვახსოვს ბენი ანდერსონი მათთან ერთად და შესაძლოა მაგის აპარატურა სარდაფში ვინახავდი მაჩუკა გაჩუკა კი ისე ხო არ წამოხვიდოდი არა მაშინ მე სტუდიას ვაკეთებდი და გაიგო და აი ეს და ჩვენი ნახმარი აბა წამოიღეთო სულ მათი ის იყო და წამოვიღე და ეხლა იმქიდან მიქშერი რომარ ცხილაძეს ვაჩუქე ღმერთმა შეარგოს გადასარევი ყველასთვის საყვარელი ვიკაცია მომადა კი ბატონო მათთან ერთად გვაქვს ჩატარებული კონცერტი ორი კონცერტი ჩავატარეთ ძალიან დიდი წარმატება მითხრა ესეთი რამ რომ მეო მაქო ჩემი საკუთარი სტუდიაო და თუ თქვენ თანახმა იქნებითო მინდა რომ ჩემ სტუდიაში თქვენი დისკი გამოუშვაო და გამოუშვით ის დისკი ვა ესე იგი ამდენი ნიკოლოზ კონცერტები კეიფები ამბები ოჯახი როგორ იტანდა ეხლა გეტყვი მე სიდედრი ისე მიყვარდა რომ დიდუბის პანთეონში დაგვძალე რა ბოლოს გეტყვი შეკეთა სამგადასარები მაგრამ ეხლა ეს ტელევიზიით არ უნდა გეთქვა კაცო ცოცხლე მიყვავს სიდედრე არა და თან ისე დაგვძალე რომ ცნობაც არ ამიღია მართლა გეუბნები ამას ამოვჭრეთ მართლა გეუბნები არა ეგ არ უნდა მოჭრა ხო და ეხლა რა ხდება მე ცოლი რომ მოვიყვანე ხო ჩემი სიდედრი იყო მუსიკის მასწავლებელი და სახში იყო და მარტო იყო რა გაჭენებული ბინა და გადმოდით რა ჩემთანო და იქ ავცხოვრობ ხო და მეგობარი ყავს რომლის სახელი დაგვარს ეხლა არ ვიტყვი იმიტომ შეიძლება არ ესიამოვნოს და ვეძახით ზედმეტსახელად ტალბუხინას იმიტომ გენერალი ტალბუხინი იყო და იმას წააგავდა რა ხო და მოკლედ ჩემი სული ისწორ გადასარევად ამას იცის რომ ეს ყმაწვილი ტალბუხინი ერთდაიგივია ყველაფერი და ნუ რეკავ ხოლმე რა ჩემთან სახში კეთოჯან კეთოს ვეძახით კეთო ერქვა ჩემს იდეას კეთოჯან თამუნას უთხარი ანუ ჩემ ცოლს რომ დღეს სახში არ მოვარ იმიტომ რომ ტალბუხინასთან ვარ ტალბუხინა მთრალია ვერ დავტოვე ტალბუხინას ტალბუხინა და ნუ არ ვაქცევ ყურადღებას რა სიმშვიდეა გავიდა 1-2 წელი 3 წელი კვირა დღეა ამ ტალბუხინამ უნდა გამომიაროს და მივდივარ საკეიფოდ და ზარი ირეკება და ჩემს იდეას ეუბნები კარი გააღე ტალბუხინა უნდა მოვიდეს თქო ხო და მე ჯერ არაფერი არ ვიცი რა ხდება და შემოვიდა ალიკო ქვია ამას გვარს აღარ ვიტყვი კაი შემოვიდა ალიკა მოდი ტალბუხინ მეთქი და აი ჩემი სიდედრი შემოდის და რა თქვიო რა იყო მე ვთხარი ალიკო თქო და ეს არის ტალბუხინაო კი მეთქი 2 წელი ტალბუხინა ქალი მეგონაო და შენზე ხო ბრაზდებოდიო და ჩემ შვილზე უფრო ბრაზდებოდი ამისთან რა გაკეთდა რა ხდება რომ ვერ შეგელიაო დავჩები ტალბუხინამ თვალია ესე და როგორ გიტანს ამდენი ხანია და ნუ ამოიხსნა ამოცანა რა ხელა აი სიძის ინსტიტუტი ნახე რა კი ბატონო კარი ოჯახს დააგრე და ეგრევე რა შემიგა აბა ეს ყველაფერი დაგროვდა წვეთეწვედა და ავედა კიდე პანთეონში გავუყენე შვენიერი რა მე მაგალითად პირველი ამბავი მესმის მსგავს გაგიგია სიდედრი რომ პანთეონში დაგზავო ხო ახლა კითხვა გავიგე საიდან ხო ჩემი სიმავრი გაბაშვილის ოცნებელი ხალხი იყო პანთეონშია დაგზავნული და ესე იგი იცი რა ჩვენ მაინც იქამდე მივედით რომ უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და დიდხანს სიცოცხლე გვინდა რომ გისურვოთ. აი დიდხანს რაც შეიძლება. იმიტომ რომ ამდენად ახლა მე ჩემი მეხსიერებაში ძალიან კარგად მახსენდება და დიდ პატივს თქვენ და თქვენ შემოქმედებას და არ მინდა რომ ისე გაგიშვათ. აი ბატონი ავთო შარვაძე ვახსენეთ. ვიცით მისი დამოკიდებულებაზეც ვისაუბრეთ და კარგი ხო არ იქნება ბატონი ავთოს სიმღერა რომ შეგვისრულოთ რამე. კარგი კი სიამოვნებით, მაგრამ ეხლა მე აი ამ ახალგაზრდები ხართ ხა ჩვენ და შედავით განსაკუთრებით გიორგის უყურებ მამისთან და მანამდე თხოვნებული გრიშაკ სორელთან მე ახალგაზრდობის წლები გავიარე და ერთი რაღაცა წავიღინოთ და მე ვიმღეროთ ის ეგენაცვალე ეს უმზად არიან მაგისტრი აბა გისმენთ სიამოვნებით აბა წავე ისევ მიდიხარ
ისევე შორდები ისევე შვება ღამე აღარასოდეს გამეორდები ხედავ მიწვიანაცამე აღარასოდეს გამეორდები ხედავ მიწვიანაცამე ემერერო უგოვე დავაბერდი ბაზარი გამიჩნდა ხამაში შენ ჩემო გარაგო ისევე მიყვარხარ როგორც მიყვარდი მაშინ ჩემო კედლებო ისევე მიყვარხარ როგორც მიყვარდი და მაშინ მე დამთვარე დავდიოდი მარტოდ ამ ქვეყანას და შენ მაშინ გამინათე ჩემი ბედი სისარტყელა შვიდმა ფერმა დამანახა მაგბაგეთა ელვარება ხალი მომჭრა სილამაზით გამაგვირება გამაუცა შენ თვალ სიმციმს დავემალე დამიჭირა შთამინთქა ველაფერი დამავიწყა გადიკარგა წავიდა გადმოხედა გაგვიღიმა ორივეს დადაგვირდა ჩვენთან ერთად კვლავ გამოისეირნეს დადაგვირდა ჩვენთან ერთად კვლავ გამოისეირნეს დადაგვირდა ჩვენთან ერთად კვლავ გამოისეირნეს დედა მიშლე გამარჯობა ქართველი ყოფილა ქართველი ყოფილა სანამ ბინადრობის უფლებას მომცემენ აქ შემომიშვეს მომცადი გერაცვალე შალიკო სასიამოვნოა სეფერთელაძე სასიამოვნო ეს რაჟა ჟაჟუა ბატონე სენაკის მუნიციპალიტეტი გიორგი გვარიე ანდრონიკაშვილი ანდრონიკაშვილი სამეგრელო შერები ყავს სამეგრელოში არა
სასიამოვნო ბატონო. აუ ისე ჟორიკასაც მეძახიან უბანში რა. უბანში სადაა ძაბია გორაჯო ბაბალახვარი ზასტავა საბიჭია რა. არა, საბურთალოზე. საბურთალოვო. თბილისი. შეგერა მომზადი ძალიან არის ამეჯი და ლაგიაგე. რაჟა. ხო. შეგერა ცალე. რამდენი წლის ხარ გიორგი? 22. სულ 22-ის ხარ? მალადეთ, მალადეთ. როგორი დიდგვაროვანი გვარი ქონია შენ? კახეთიდან ვარ და. გავიგე ბატონო. რაჟა. მე როგორც ახლა მოგახსენეთ ხომ? რაჟა გახლავართ ჟაჟუა. ჟაჟუების გვარის წყილველი წარმომადგენელი, აბა? შემს ზარღებსა და ვენებში ხომ? სულ კალხური სისხლის ხებს და შხებს, გავიგე? რაჟა ჟაჟუა. კი, რამდენი ჟიურევია ესე. შეწმობდა. ეს სეპეტელაძე არის. რა არის მეჯო? რა იყო შალიკოა სეპეტელაძე მეთქი, რა ვთქვი ახლა მე აქ ისეთი. ხოდა მასზე. ბრეგოვის ეძახია. რეგოვის კომპოზიტორი ხარ თუ რატო? არა მე მოგიყვები არა. მე მოგიყვები ბაცადე. თუნმე ეს რომ პატარა ყოფილა ხომ პატარა. მამამისი ქეიფობდა თურმე ბრეგოულაზე სვირში რესტორანი რო არის ესეთი მოთხუთხედი. ხოდა რომ დამთვალან ხომ? ეს დარჩენიათი. ხოდა მაგის მე ეძახია ბრეგოვის. არა, სასაცილო. ალო. ო ეთო. ო ჯიგარო. ო. აწუჩი რანაირად აბიჯო. ო კაი ხო მოვდივარ, კაი ხო. კაი წავედი ხო. სამედი ხარ მისტუმარია გას. ემზარაძე გარიშვილი. გიორგი. ო, გაგათიკავ აბახე. ხო. კაი ხო მოვდივარ მეთქი კაცო, კაი ხო. არ გითხარი მე უდაქცო ლაპარაკის მეთქი? არ გითხარი? არა უშავს ბიჭებო. ისე აი პონტია ხო აქ. პონტები? შესაძლებელიც საბიჯო ერთი წუთი დამალაპარაკე მე ზორი სიტყვა. შესად გაინტერესებს ახლა ჩემოწმის გილო. კონკრეტულად ამ ოთახში გერმანიაში თუ მთლი არა ევროკავშირში. ევროკავშირში? მერდიაგე. ჯერ ოთახი დავიწყოთ და მერე გადავიდეთ. ამ ოთახში გეხედავ აგერი ჩემოწმა კაცო სამი კაცი ვართ. ისე სამი ვართ, სამი. ისე 4-ი აქვს გათვლილი არ 4-ია გათვლილი. ისი ამგეს არ უდგა გვერდები. არ უდგა. რა ვარ საქანე ერთი კაცის არ შემეიშობა, მაგრამ რა უკნა, ხო გაიგონია სადოურსაც საწე იყვანო. რა სახარი დავტოვე ბიჭო იმერეთში ორსადრეა და ახლა დედა! შემესიკვდილი ეს რა გამახსენე ბრეგოვიჩ. რა ვარი სახლი დავტოვე ბიჭო. ბელეტაზე სამსართულიანი. აი მის თავიდან ბოლოში სანამ მივლიბენდი ხო? ასებს შემოდი ვიღლებოდი. ახლა პლანტაციები. ვაიმე რა ვარი პლანტაციები დავტოვე, ბამბუკის პლანტაციები, ფორთოხლები, მანდარინები, ლიმნები, მეყარა, აივანზე მეყარა. ცხონებული მამაჩების გამონები და ნაშრომები. კარგი ბიჭო, რო გადავა სასაფლაოზე, გადმოსვლა გეხოվել დღეს სასაფლაოზე მაგივა რაღაც შემიძლია რა. ნამგზავრია ბიჭო, კაცი მოშიებული იქნება რა. ამ წუთში შევახსენე. ადამიანს რა ჩაკამ გადავიბან ხელებს და გამოვალ ესეხლავე. მეც მაქვს რაღაც ქართული კიშკები წამოღებული. ერთი შორეული ნათესავი მყავს იმან გამომატანა. გაკა რა. აი ტყემალი. მე და დაგალები ვეც სხვა გაგი არ მაქსადმე გავხსენი დედა რასული აქ ვიჯოდა მასუნინე რა დედა ვტარცა მოაყენებს ეს დედა მოიმე დედა რასული აქვს გიორგი დიახ ცოტა აჯიკაც ხომ არა გაგწამღებული აჯიკაც არა მწარი არ მიყვარს და არ წამომიღია დედა ბიჭო ესე იგი ზუსტად იმნაირის სული აქ ბებიაჩემ რო აკეთებდა და უმბალოს უშობოდა უმბალო აქ ამასაც დედა ეგი წოუზე დუბლიძირზე ჭამე დედა სასაული დედა
რა ხდება თბილისში მითხრა? დედა ჩემს ველაპარაკე და ყველაფერი მაგრად არისო რა. ყველაფერი მაგრად არისო ხო? კი. ძალიან კარგი. გიორგი, დიახ. რა მინდა თუ იცი რო კითხო? დიახ. ცოტა ის ხომ არ გაქვს წამოღებული? რა? სულუგუნი, ცოტა სულუგუნი. სულუგუნი აღარ დამრჩა, არა. აღარ დარჩა. არა. რა ხდება მაშინ თბილისში მითხრა? რა ვიცი, არაფერი. ძველებურად რა საცობებია. მართლა? საპირფარეშო აქეთა. კი, აგერ არის, კი. ოდიში შევალ რა. დიდი ხო? ძველებურად არის რა საცობები. ქალაქში ვეღარ გაივლი. დედა ეს რა მითხარი? საცობები. ხო. უღურე შენ. მოდი აგერ დამძანდი. ბიჭებო, ისე მაყუთი ხო იჭრება? მაყუთი? აი შეგენაცვალე, თავარი არის მონდომება, ჩემო ძმაკაცო, უცებ მე ვიტანაგე რაღაცებს. რა მონდომება, ბიძა ჩემო, კარგი რა, მონდომება. მაგის გამო კი არ ჩამოვედია, კარგი რა. შემომხედე ხა ფიზიკურად ვიმუშავებ მე, შანსი არ არის. წყალი აქეთა? აგერ არის. შევალ ერთი წამი რა. ფიზიკურად შანსი არაა, ვერ ვიმუშავებ. რა, ნია, საგი რა ვე? ეს ამოიტანე. ფიზიკურად მე შანსი არაა, ვერ ვიმუშავებ. ერთი კითხვა მაქსიმო ძმაკაცო შენ და ენა თუ იცი შენ? ენა აქაური? აბა იგორი რაც გევიცი. გიორგი, ობლიგაცია. რა მინდა რა გითხრა? დიახ. კარგი და ცოტა მეგრული შეგასწავლო, მეგრული. მეგრულს ვისწავლი. ისწავლის. ქართული ვიცი და რა, ინგლისურს სწავლობდი სკოლაში და გავიხსენებ რა. გეიხსენებ. მონდომება ამ თავარი. რა. გეიხსენებ, არ არის პრობლემა მაგის რაც. უცებ აგერ ახლა. Used to wake up with the weight of the world on my shoulders. Every look, every word, every rule they never wrote down. But tonight feels different. The lights are low, the rhythm's talking. For the first time in a long, long